შენ უკვე გაიცანი შენი ხმა, შენ უკვე შეხვდი შენს შიშებს. შენ უკვე იგრძნი, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ დასაწყისია. ახლა დროა, რომ ის, რაც შენში იღვიძებს, გადავიდეს მოქმედებაში. ეს არის შენი მომენტი, ეს არის შენი ნაბიჯი, შენი ცხოვრება. ეს შენი პასუხისმგებლობაა. როცა შენ ამბობ, მე ვიღებ პასუხისმგებლობას ჩემს ნაბიჯებზე, ეს ნიშნავს, მე ვიღებ ძალას ჩემი ცხოვრებისთვის. როცა შენ იღებ პასუხისმგებლობას შენს ემოციებზე, შენს გადაწყვეტილებებზე, შენს ნაბიჯებზე, შენ იწყებ იქიდან, საიდანაც ყველაზე მნიშვნელოვანია. შენ ხვდები, რომ აღარავინ უნდა მოვიდეს და გიხსნას. შენ ხვდები, რომ შენ შეგიძლია იყოს საკუთარი თავის მხარდამჭერი. შიში ისევ იქნება, შიში ყოველთვის იქნება. სხვაებიც ისევ იქნებიან, ვინც გაბრკოლებენ, მაგრამ ახლა შენ უკვე იცნობ ამ შიშს, იცი როგორ მოქმედებს. შენ უკვე იცი, რომ შეგიძლია შიშთან ერთად იმოქმედო. და ახლა უკვე შენ ისიც იცი, რომ შეგიძლია შეცვალო მიმართულება. და როცა შენ იღებ პასუხისმგებლობას, შენ აღარ გაჩერდები, იმიტომ რომ შიში გეუბნება არ წახვიდე. შენ უკვე ხვდები, ეს რეალური საფრთხეა, თუ უბრალოდ შიში გაბრკოლებს. და ამ კითხვაში შენს თავს იპოვი ძალას, რომელიც შიშის გვერდითაც მიდის. შენი შინაგანი ხმა აღარ არის მხოლოდ სიტყვა. ის ხდება ნაბიჯი. შენ შეგიძლია ახლა შენს თავს კითხო, რა პატარა ნაბიჯი შემიძლია გადავდგა დღეს, რომ ჩემი შინაგანი ხმა რეალობად ვაქციო, აი ახლა ამ წუთას. ეს შეიძლება იყოს საუბარი თუნდაც საკუთარ თავთან, ან ნებისმიერ სხვა ადამიანთან იმ თემაზე, რომელ თემაზეც აქამდე გიჭირდა საუბარი. და შინაგანად გრძნობ, რომ ეს შენი თემაა. ეს შეიძლება იყოს გადაწყვეტილება ნებისმიერი რამის, უთხარი საკუთარ თავს, კი იმაზე, რაზეც ყოველთვის არას ამბობდი გარემოს გამო. ეს პატარა ნაბიჯი ქმნის დიდ გზას. ეს არის შენი გზა, ეს არის შენი ძალა. პასუხისმგებლობა არის შენი თავისუფლების კარი. როცა შენ იღებ მას, შენ უკვე აღარ ხარ მხოლოდ მგზავრი, შენ ხარ შენი გზის მძღოლი. შენ აღარ უყურებ, როგორ მიედინება ცხოვრება შენს წინაშე, შენ იწყებ მოქმედებას და შენ თავად იწყებ ცხოვრებას. და მაშინ შენი შინაგანი ხმა, შენი სიმართლე და შენი ძალა ერთიანდება ერთ ქმედებაში, შენს ცხოვრებაში. შენ არ გჭირდება ნებართვა, შენ არ გჭირდება დამტკიცება, შენ უკვე ხარ აქ, შენ უკვე შეგიძლია ეს ნაბიჯი გადადგა. ეს უკვე არ არის მხოლოდ სიტყვები, ეს არის ნაბიჯი და ეს ნაბიჯი შენია. და მე მხოლოდ ერთი რამეს გეუბნები, მოусმინე შენ ხმას და გადადგი ეს ნაბიჯი ახლა, იმიტომ რომ დრო დასაკარგი არ გაქვს და იმიტომ რომ ეს არის ნამდვილად შენი. შენი პასუხისმგებლობა, შენი ძალა, შენი გზა. ეს არის ნამდვილი შენი ცხოვრება.